გამარჯობა, მე შერმაზანა ვარ და ამ ვიდეოში Galaxy S25 Ultra-ს დავაჯახებ პროფესიონალურ მძიმე კამერას. დამწყები და მოყვარული ფოტოგრაფები დიდ დროს უთმობენ პირველი ფოტოაპარატის შერჩევას. ამ ვიდეომ კი შეიძლება გადაგაფიქროთ და გაგიმარტივოთ არჩევანი. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც smartphone-ები მნიშვნელოვან კონკურენციას უწევენ პროფესიონალურ კამერებს. ამის მიზეზი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და smartphone-ებში ჩაშენებული მაღალი დონის კამერები და ლინზებია, რაც დღეს უკვე პროფესიონალურ კამერებსაც კი ეჯიბრება. სისულელია, რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ ამ ხელა სენსორმა შეიძლება აჯობოს 35 მმ-იან სენსორს. და ასევე სისულელია იმის თქმაც, რომ ღილი სტოლა ობიექტივმა შეიძლება აჯობოს ამ 2 კილოგრამიან ყუმბარ მტყორცნს. მაგრამ მოდით გეტყვით, რომ გააჩნია რა შემთხვევაში. ახლა აქ ეკრანზე ერთ მხარეს არის smart-ით გადაღებული ფოტოები, ხოლო მეორე მხარეს კამერით. მოდით გამოიცანეთ და კომენტარებში მოიწერეთ ნომრების მიხედვით, რომელი ფიქრობთ, რომ არის smartphone-ით გადაღებული. მოდით პირველ რიგში ვთქვათ, რომ ტელეფონის კამერები არის გაცილებით მოსახერხებელი. უშუალოდ ფოტო ხარისხის გარდა აუცილებელია ვახსენოთ, თუ რატომ ამჯობინებენ მოყვარულები და არა მხოლოდ მოყვარული ფოტოგრაფები smartphones ვიდრე კამერას. პირველ რიგში, ყოველთვის თან გვაქვს. არ საჭიროებს მეხსიერების ბარათის ამოღებას ჩადებას. არ საჭიროებს დასამუშავებლად კომპიუტერში ფაილების გადაწერას. თუ მაინც გსურთ ფოტოების დამუშავება, მაშინ არ გჭირდებათ ცალკე ძვირიანი აპლიკაციის შეძენა და AI მარტივად დაგეხმარებათ. ამავდროულად ეს არის ვიდეო კამერაც, რომელიც არ გადახურდება. გადაღება მარტივია და არ საჭიროებს ამ განხრით უმაღლესის დამთავრებას. ფაილები უკვე დამუშავებულია და დამზადებულია სოцкცელში პირდაპირ გამოსაქვეყნებლად ან მეგობრებისთვის გასაგზავნად. და კიდევ ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, რომლების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, დიდი კამერით გადაღებასაც აქვს თავისი მიზეზები, მაგრამ ტექნოლოგიურად და ასევე მოხერხებულობის კუთხით იმდენად დახვეწილია Galaxy S25 Ultra, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში საერთოდ აღარ დამაქვს ჩემი დიდი კამერა თან. იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები და მოგეწონათ ეს ეპიზოდი. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.